სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა. დღეს წავიკითხეთ სახარება იგავი, რომელიც მოყვა მაცხოვარმა და ჩაწერა ლუკა მახარებელმა უძღების შვილის შესახებ. ეს ალბათ ყველაზე ცნობილი იგავია იმ იგავთა შორის, რომელიც მაცხოვარმა დაგვიტოვა ჩვენ და იგავები ზოგადად 30-ზე მეტია სახარებაში. და დღეს ამ უძღების შვილის სახარების წაკითხვით ჩვენ შევაღეთ და მივახლოვდით კიდევ უფრო ახლოს დიდმარხვის დასაწყისს და როგორც თქვით წინა კვირას ყოველი კვირა თავისი მნიშვნელობა აქვს, ყოველ კვირას აქვს თავისი მნიშვნელობა და თავისი ღრმა შინაარსის მატარებელია იმისთვის, რომ მოვემზადოთ ჩვენ უფრო კარგად დიდმარხვისთვის. და შინაარსი უძღების შვილისა თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და რაღაც ისეთი ადგილებს გავუსვათ ხაზი, ვთქვათ, რომელზეც წინა წლებში არ გვისაუბრია. მოკლედ არის მამა და არის ორი ძე, უფროსი, უმცროსი ძე სთხოვს მამას, რათა მისცეს მისი წილი, ესე იგი სამკვიდროსი და წავიდეს მისგან. და მართლაც იღებს რა თავის წილს, მიდის უცხო ქვეყანაში, იქ გააბნევს ამ ფულს, რამე თუ ცხოვრობდა იგი ბილწებით და შემდეგ როცა ყველაფერს დაკარგავს, დაიწყებს მუშაობას ღორების მწყემსად, სადაც იკვებება ღორების საჭმელით და ერთ წუთშიც, ერთ დღესაც მოეგება იგი გონს, გამოიღვიძებს და იფიქრებს ესე, რომ განა რამდენი მსახური ყავს მამაჩემს, რომელიც ჩემზე უკეთესად ცხოვრობს. და მოდი მე წავალ სახლში და ვეტყვი, მამაო, სოდეთ სადმი მართ და წინაშე შენსა. აღარა ვარ შენი ძეთ წოდების ღირსად და მომხეფე ერთი შენი მსახურთაგანი. და ამ ფიქრებში რომ არის, გადაწყვეტს წასვლას. წავა, შეხვდება მამას, რომელიც გარეთ ელოდება მას. მამა სიხარული ჩაიკრავს გულში, ის ეტყვის, რაც უნდა ეთქვა, რომ სოდეს შენს წინაშე და წინაშე ღმრთისა, არა ვარ წოდება შენი ძე და ყავდე ერთი მსახურთაგანი. ამაზე ვარ მე კმაყოფილი და მამა ჩაეხუტება, გასაკვირველია, შეუნდობს, პირიქით გამოიტანს სამოსელს პირველს, საუკეთესოს, რომელიც შენახული ქონდა მას მაშინ, როცა წავიდა ძე, შეაცვალს ბეჭედს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული უფლება აქვს განკარგოს მისი ქონება, დაკლავს დიდ ხარს და მოუწოდეს ამ წვეულებაზე ახლობლებს. მოკლედ გამართავს დიდ დღესასწაულს და ვინაიდან ძე ჩემი იყო მკვდარი და გაცოცხლა, დაკარგული იყო და ვიპოვე. აი ამ ხმაურის დროს მოდის უფროსი ძე, რომელიც იკითხავს მსახურებისგან მიზეს ხმაურისას და როცა გაიგებს, ძალიან გაბრაზდება. და ეტყვის მამას, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შენ მსახურე. და ერთი პატარა ციკანიც არ დამიკალი, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად მე დღესასწაულა და გამეხარა. და შენ კიდევ ეს საზიზღარი ადამიანი, რომელმაც წერი ქონება წააგო თავის უნებებში და სრულების დაკმაყოფილებაში, შენ აი ამ ხელა ფორმალილი გაუმართე. რაზეც მამა ეუბნება, რომ ძეო, ყოველივე ჩემი შენი არის. და ეხლა სიხარული გმართებს, ვინაიდან შენი ძმა დაკარგული იყო, ვიპოვეთ და მკვდარი იყო და გაცოცხლდა. აი ეს არის შინაარსი ამ სახარების, აზრიც ალბათ გასაგებია, რომ სიმბოლოებიც გასაგებია, რაზეა ლაპარაკი, რომ ყველანი ვართ ორი ტიპის ძმები. მამა ეს არის ღმერთი, რომელიც ყოველთვის ელოდება
წოდვილის მოქცევას და ორი ტიპის ადამიანების კატეგორია, ერთი რომელიც ინანიებს თავის ცოდვებს, მეორე რომელიც მართლა ცხოვრობს, ესე გონია რომ მართლა ცხოვრობს და ელოდება მომავალ სარგებელს ამ ცხოვრებისგან და ორი ტიპი კაცობრიობის არ არის, უფრო ორი ტიპი მორწმუნეების არის. ორი ტიპი მორწმუნესი, რომელიც ერთი მიდის და არასწორად ცხოვრობს და ბრუნდება და ინანიებს და მეორე, რომელიც ვითომ სწორად ცხოვრობს და თურმე მისი სწორი ცხოვრების მიზეზი არის მერკანტილური, რომ აი ხვალ მამაჩემი რო აღარ იქნება, მაშინ მე მივიღებ სარგებელს. აქ ხომ ერთმა მოკლა მამა და წავიდა შორს ქვეყანაში, მოკლა იმით რომ იცი თქვენ რომ ქონება რჩება მაშინ როცა ადამიანი კვდება და შვილებს უნაწილდება, ქონება მაშინ როცა კაცი აღარ არის და მარახაც სიცოცხლეში ითხოვა ეს ყველაფერი, იმას ნიშნავს რომ თავის გულში ეს ადამიანი თავისი მამა მოკლა, აღარ მინდა შენთან ყოფნა, მომეცი ჩემი, მე წავალ სხვაგან ვიცხოვრებ და გავდივარ და მე მოეგება გონს და ბრუნდება და აღმოჩნდა რომ მამა ელოდება სიხარული და სანამ ის მოვიდოდა და სანამ ის დაბრუნდებოდა, მაშინაც კი უკვე ნაპატიები ჰქონდა მისთვის ეს ცოდვა, მაგრამ რახან გაცოცხლდა, კიდევ უფრო მეტად გაიხარა და აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ მობრუნდა ეს ძე, არა უბრალოდ მსახურად დააყენა, არა რაღაცა ღირსება დააკლო მას, არამედ პირიქით აღადგინა სრულ ღირსებაში, რაც მას ჰქონდა და მისა ყველაფერი, რაც მას ერგებოდა. ეს სახე არის წყალობელი ღმერთის, რომლისთვისაც ჩვენი ცოდვები არაფერი არ არის და ვერაფერს ვერ გიზავს ცოდვა თუ მამის წყალობა არსებობს. ანუ რამდენიც არ უნდა დაგაზიანოს შენ ამ ცოდვა და ყოველი ცოდვა ადამიანს აზიანებს და სახეს აკარგიებს ადამიანურს, იქ ღორები არ არის შემთხვევით ნახსენები, მათი სათხოვლაფავი საჭველი უკაცრავად გამოთქმაზე ეს ყველაფერი მოყვანილია სიმბოლურად და ალუზიურად რომ გაახსენდეს ადამიანს რა არის მოწყვეტილი ადამიანის ცხოვრება, რას გავს, როცა ის თავის ადამიანურ სახეს კარგავს და ვნებებში გადავარდება, ჩაეძირება და მხოლოდ ერთი სურვილის აღსრულების იდეით ცხოვრობს და მხოლოდ უნდა სიამოვნება მიიღოს ყოველ დღე და ყოველ წუთში ცხოვრებისგან. და აი ამ დროს როცა ის სახეს კარგავს, სახე დაკარგულს არა უბრალოდ ეპატიება მას ეს ცოდვები, არა და ის რჩება სახე დაკარგულად, არამედ პირიქით ის კი არ ეპატიება, ის ინკურნება და ცოცხლდება და ის იგივე ძე არის, რომელიც იყო მანამდე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი აი ესე უხეშათაც რომ თქვათ, განწირულია იმისთვის, რომ იყოს შენ ძე ღმრთისად. შენ ამისთვის განკუთვნილი ხარ, რომ ღვთის ხატება იყო. სხვაგვარად შენ ვერ იარსებებ. სხვა ურთიერთობაზე შენთან ღმერთს არ უნდა. სხვანაირი ურთიერთობა, მონური, მსახურებითი, დაბალი მდგომარეობა, რაღაცა ცხოველური მდგომარეობა, თქვათ არტანჯვა, არა, უნდა რომ შენ აღდგენილი იყო იმ სტატუსით, რა სტატუსიც მოგანიჭა შენ ღმერთმა გაგაჩინერა ამ ქვეყნად. და ეს არის, გავიგეთ, რომ ეს არის ძე, რომელმაც შეინანა და მოუბრუნდა და აი მეორე ძმა, უფროსი ძმას, ძმის, თქვათ, სახე რო წარმოვიდგინოთ, რომელიც კეთილად ემსახურება, არ უთქვია მამამისთან, რომ გავწავალ მე და მომეცი ჩემი ქონება მეც, ასე ვთქვათ, სიცოცხლეში მამა არ მოუკლია, მაგრამ გამოდის მისი მოქმედებით, რომ მამის სიკვდილს ესეც ელოდება თურმე.
უბრალოდ იმ რადიკალურ გზას არ მიმართავს, მაგრამ ესეც ელოდება, იმიტომ რომ თავის სამყარო აქვს, სადაც ის ბედნიერია. მამასთან არ არის ის ბედნიერი. და იქ თავის სამყაროში ბედნიერია, სადაც მეგობრები არიან. და შენ არ მომეცი, რომ წავსულიყავი და ერთი ციკანი მაინც დამეკლა და გამეხარა ჩემ მეგობრებთან. ეუნება მამას. და ეს კიდევ ეს საზიზღარი მობრუნებული რა ამბავი ატეხე მისი ესე იგი მოსვლის გამო. და აი ნახეთ ახლა ჩვენ რომ ეს ადამიანი თურმე კი თქვა პატიოსთან ემსახურება მამას, არის ოჯახში, არის მშრომელის, ყველაფერს აკეთებს, რასაც მამა ავალებს, მაგრამ რეალურად ის შვილი არ არის. ისიც მომლედინე მდგომარეობაში. და მამა უცდაო რაღაცას ამბობს, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის იქნება ალბათ ძალიან კურიოზული, რომ მამა ეუბნება ესეთ რამეს, რომ განაჩემი არ არის ყველაფერი, რაც მე მაქვს, შენი არ არის უпроსწორად ყველაფერი, აგეყო და დაგეკლა ეს სიკარი. რას ელოდები მე მოგცემ თუ არ მოგცემ, ჩემია და შენია, საერთოა ეს ყველაფერი. ანუ ადამიანმა თვითონ დაისახა და გაამკაცრა თავისი ურთიერთობა მამასთან. მამა ამას არ ელოდებოდა. მამა სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ძესთან, მაგრამ შვილმა თვითონ გაამკაცრა ეს თავისი დამოკიდებულება და ძალით გამკაცრებაზე არის ბევრი რამ საეკლესიო სწავლებიდან. პირველი ადამის და ევას ურთიერთობის დროს, როცა ევა ცდუნდა, იქაც პირველად ევას შეცდომა იყო ის, რომ მანაც ღვთის სიტყვა გაამკაცრა. აი გახსოვთ, ეშმაკი ეუბნება რომ ატყუებს და ეუბნება რომ ყველა ესე აცდუნებს და ეუბნება ესეთ სიტყვას, რომ ყველა ნაყოფისგან აგიგრძალა ღმერთმა ჭამა, ყველა ნაყოფის ჭამა აგიგრძალა და ევა ამბობს, რომ არა, ყველასგან არა, მარტო აი ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა არ შეჭამო და არც მიეკარო. იმიტომ რომ მოკვდები სიკვდილით. ესე იგი, ნახეთ, ღვთის მცნება იყო არ შეჭამო. მაგრამ არ მიეკარო, ეს უკვე თავისი იყო. რახან ეშმაკი მიკარებული იყო ამას, ამ ხეს და არაფერი არ მოსული, არ მომკვდარა, ასე ვთქვათ. ამიტომაც თავისივე ნათქვამის მძევალი გახდა და დაინახა, რომ არ მიეკარო კი არა, მიეკარა და არაფერი არ მოსულია. ანუ როცა შენ ამკაცრებ ადამიანი რაღაცას თუნდაც საეკლესიო ცხოვრებაში, შეიძლება ამან პირიქით უკუ და ცუდი შედეგები მოგიტანოს. აი ამ შვილსაც ცუდი შედეგები მოიტანა. თურმე რო აეღო, დაეკლა, გაეხარა თავის მეგობართან, არაფერი პრობლემა არ იქნებოდა. იმიტომ რომ ჩვეულებრივი სასიხარულო ამბავი იქნებოდა ცხოვრებაში ადამიანს ბევრი რამ, რაზეც შეიძლება გაიხაროს და შვიდა და სიხარულით იტრაპეზოს, მიიღოს და გაახაროს თავისი მეგობრებიც. მაგრამ როცა ამკაცრებ შენ თვითონ ვარდები რაღაცა მომავალის ესე იგი მოლოდინში და ამ მომავალის აღსრულებაში შენ თავში კლავ ღმერთთან ურთიერთობას, ანუ მამას და რაღაცა სხვაგან გინდა სიხარული მიიღო. აი ჩვენც ესე ვართ რა, ეკლესიაში მივიღებთ სიხარულს, მაგრამ რაღაც კიდე მიგვეჩქარება, სადაც ის ჩვენი სიხარულია ცალკე. მარტო ეკლესიური სიხარული აღარ გვინდა. ჩვენ არ გგონია, რომ ის სიხარული იგივე სიხარულია, რაც ეკლესიური სიხარული. შენ თუ იმ სიხარულს და ამ სიხარულს ერთად გააერთიანებ და ყველაფერს ღვთის სადიდებლად გააკეთებ, მაშინ საერთო სიხარული გიქნება. და აღარ იქნები იმის მოლოდინში, როდის დამთავრდება ეს წირვა, რომ იქით გავიქცე და ჩემ მეგობარს ჩავეხუტო და რაღაცა მოვილხინოთ. არ იქნება ეს პრობლემა. და როგორც კი გაამკაცრებ და იტყვი, რომ აი ეკლესიის შემდეგ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, არც მეგობრებთან ყოფნა, არც რაღაცა სხვა სიხარულები, რომელიც არ არის დამაზიანებელი ადამიანისთვის,
მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება და სიხარული გექნება აქაც, სიხარული გექნება იქაც. იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, გამუდმებით გიხაროდეთ. გამუდმებით სიხარული ნიშნავს, რომ ყველგან სადაც შენ ხარ, სიხარულია და სადაც სიხარულია, იქ არის სულიწმინდა, იქ არის ღმერთი და იქ არის მიტევება, წყალობა და ის საქმეებები, რომელიც ადამიანს თან უნას დევდეს. დღევანდელმა სახარება დაგვანახა, რომ ერთი რამე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის. ნახეთ, უმცროსმა მოინანია თავის სოდვები, მაგრამ მამამისისთვის არ უთქვია, რომ ეს უფროსი რატო არ იანანიებს სოდვებს. აი ჩვენ არა გვაქვს შემთხვევით ესეთი სახე, არ ვაძალებთ ხალხს, რომ რატო არ იანანიებთ სოდვებს, აბა წადით მოინანიეთ ყველა. მოუნანიებელი ჩემს გვერდზე არ იყოს. განაჩვენ არა გვაქვს ეს მენტორული ტონი? კი, მაგრამ შენ თუ აირჩიე სინანული, შეიძლება სხვამ არ აირჩიეს სინანული. შეიძლება სხვანაირად ფიქრობს, შეიძლება სხვანაირად და შეიძლება სხვა დროს უნდა მოვიდეს. და სხვისი დაძახებით და არა შენი დაძახებით. და შენი თითისქნებით. ამიტომ შენ რასაც აკეთებ, იმით იყავი ბედნიერი. კი არ გაზომო შენი კარგი გაკეთებული სხვასთან შედარებით როგორ ხარ. არამედ შენ თვითონ იყავი შენ თავთან ბედნიერი. თუ ეს გაბედნიერებს და თუ არ გაბედნიერებს, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რატო არ მაბედნიერებს მე ის რაც არის ადამიანისთვის კარგი. აი პავლე მოციქული ამბობს დღევანდელ ეპისტოლეში, ხო ყველაფერი ჩემთვის შეიძლება რომ გავაკეთო, მაგრამ ყველა სასარგებლო არ არის. თუ რაღაცას ვაკეთებ და სასარგებლო არ არის ჩემთვის, ესე იგი უნდა დავფიქრდე, რატო არ არის ეს სასარგებლო. ამ დროს კარგია, ვიცი. კარგია, მაგრამ ჩემთვის სასარგებლოა, რაღაცა ვწდები. რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, როგორც უნდა ვაკეთებდე. ამიტომ ეს კვლევა ძიება, ეს თავის თავში ჩაღრმავება, სწორედ ის პერიოდია, რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ. რომ ყოველწლიურად ესე რაღაც პერიოდში უფრო ღრმავდებით, უფრო ვიქეკებით, უფრო მეც ვხედავთ, უფრო მეტ კრიტიკულები ვართ და ჩვენი თავის მიმართ და უფრო მეტ კითხვას ვსვავთ. ეს არ არის დავარცხნილი პასუხების ეს რა ქვია რელიგიური აღმსარებლობა. ჩვენთან არაფერი არ არის დავარცხნილი რეალურად. მაცხოვრის სახარებას როცა წავიკითხავ, ყველაფერს თავდაყირა აყენებს მაცხოვარი. ხო და ეს თავდაყირა დაყენება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სულ მუდამ უნდა გავიზარდოთ, მუდამ ახალი აღმოვაჩინოთ, ახალი ვიპოვოთ და არ ვიყოთ გულხელ დაკრეფილები, რომ აი მე უკვე აღმოვაჩინე რა არის კეთილი და უკვე ამ კეთილის ფლობელი ვარ. დავარღვიე ჩემი ძველი საწნახელი, გავაქშენე ახალი ბეღელი, უფრო სწორედ ახალი დიდი ბეღელი და ეხლა განისვენე და თქვი მე უკვე ქრისტიანი ვარ, მე ვეზიარე, მე მოვინანია. აი თქვენ მოინანიეთ დანარჩენებმა, რომელთაც არ მოგინანიებია, თქვენ ურჯულოებო. აი ესე შეგვიძლია რა უთხრათ სამყაროს, მაგრამ ეს არ ექნება ქრისტიანობა. იმიტომ რომ ქრისტე მუდმივად მზრდადად გვექცევა ჩვენ და ერთნაირ ფორმულირებებს არ ამბობს არასდროს. ერთხელ იტყვის ერთს და ამის საწინააღმდეგოდ იტყვის მეორეს. გაიგე რომელია ეს არის თუ ის არის. სწორედ არამედ ერთის მეორეს გამომრიცხავია. უამრავი თეზა და ანტითეზაა სახარება. არის მთლიანად სავსე თეზა ანტითეზათი. რატო? იმიტომ რომ აი ეს არის ცხოვრება. არ არის ესე ბინალურად ან შავია ან თეთრია. არ არის. მრავალფერად შექმნა სამყარო და უამრავი გრადაციაა, ტონალობაა და ფერთა ნაირსახეობაა. ასე რომ დალტონიკები ნუ გავხდებით ძალით. მერტმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ჯანმრთელად იყავით.